მოგესალმები, მე ვარ ნიკა. ჩემი სასცენო სახელი არა ვევარ დატომ. იმედია რომ კარგად ხარ და ყველაფერი კარგად გაქვს, იმიტომ რომ მე საკმაოდ მოწყენილი ვარ დღეს, იმიტომ რომ დილიდან ვუყურე როგორ ძალიან გაელახა ილია თოფურია და შენზე არ ვიცი, მაგრამ ჩემს ძალიან იმოქმედა. და ხო, ვიღებ ჩიდა სამზარეულოს ეპიზოდს დიდი პაუზის მერე, იმიტომ რომ ფიზიკურად არ მეცავა რომ ყოველ კვირაში ერთი ვიდეო გადამეყო, ვერ ვახერხებდი და ეხლა შიდა სამზარეულოს შემდეგ სერიას ვიღებთ. რადგან ჯერჯერობით ისევ არ მიგზავნის FX Twin თავის ტრეკს, ჩემი კომპოზიცია იქნება. წინა წელს გამოშვებული EP-დან სახელით ნამი და კომპოზიცია არის Where is she? ხო, ჩვენც თუ გექნება სურვილი რომ შიდა სამზარეულოში გაგვიზიარო შენი პროექტი, მიგვიპატიჟო რაღაცნაირად შენს შიდა სამზარეულოში გვანახო რა ხდება შენს პროექტში, Ableton-ის გამიხარდება, გამოუში მომწერე Instagram-ზე სადმე და გავქანდით. ოკეი. ხო. კომპოზიცია არის Where is she? და ჩემ ყოფილზე არ არის. ყველაფერი იწყება პრინციპში, როგორც მართლა დაიწერა ეგრე იყო, რომ აი ეს საუნდი ვიპოვე childhood home piano, ესე ქვია, რომელიც არის აი ხა რა ვიცი რა. აი ძალიან ღრმა, ძალიან ტექსტურული საუნდი არის და ნუ ეგრევე თემა დაიწერა რა, როგორც კი დაუკარი, ეგრევე ეს და იქ რა. მოდი ინტროს მოусმინოთ, თან ინტროშივე არის მთელი ამ კომპოზიციის თემა და მოусმინოთ. პრინციპში ეს არის მთელი თემა, სულ ეს იკვრება ტრიალებს, ეს ხან ლუპად, ხან ცოტა რაღაცები იცვლება, ეს საუნდი არის, პიანინო და საუნდზე არაფერი არ გამიკეთებია, რა ძალიან იშვიათი არის რა. ან ფაქტიურად ამ არხზე მიდი ინფორმაციის გარდა არაფერი კომპრესორი მაქვს ოდნავ კომპრესორი და multiband კომპრესორი მაქვს, იმიტომ რომ მერე უკვე ცოტა ბევრი დაბალი ქონდა სამომავლოდ ის იქეთ სხვა ინსტრუმენტებს უშლიდა ხელს. არის პროსტა ატმოსფეროსთვის ჩიტების საუნდი მაქვს, რომელიც Ableton-შივე ვიპოვე, Bird შევწერე და ესა მოაგდო და ჩავსვი. და hi-hat-ი არის, რომელიც არის ასევე Ableton-ის stock drum-ი Watcher Kit, ესე ქვია, მგონი არაფერი არ შემიცვლია. მგონი ზუსტად ესე არის, ან რაღაცა შეიძლება რამე საუნდი ჩავსვი, მგონი ეს საუნდი ჩავსვი. არ ვიცი, ნუ მოკლედ. ხო, მივყვეთ. ბოდიში. და mini freak-ი არის, ეს mini freak-ის საუნდი არის, რომელიც იქ არის და ეგეთი ის არის რაღაც ტექსტურა არის ესეც რა. იმიტომ რომ ამათ გარეშე ჩიტების და ტექსტურის გარეშე ნახე. ოდნავ ისეთი იყო და მომწონს რა ტექსტურა რასაც შევა. ხო, მე ისე შემოდის გრანულატორით რაღაც საუნდი მაგაკეთებული და დაფრიზული 3000 ჯერ, ეგეთ საუნდი არის და ეს არის ოდნავ მარცხნივ პანორამაში, ოდნავ მარჯვნივ არის ეგეთ საუნდი. ისე mini freak-ი არის, ცოტა დეტიუნა აქვს რა და ეს დადის აქეთ-იქეთ ძალიან მომწონდა. ოკეი. აქ არის დრამებში არის ეგეთი მუღამი, ვოკალი არის, ვოკალი თუ არ ჩასუნთქვა არის, რომელიც ესე თვითონ აქ იყო და მაგდ ძალიან მომეწონა ეს არის და ძალიან ასწორებს ძალიან მომწონს. ხო, ისე პიანინო ზუსტად იგივეს უკრავს და არის hi-hat-ები, რომელიც მაგრად მევასება. მე-16 hi-hat-ები არის. კიდე, ხო, მე-16 არის, ტრიოლი მე-16 რა. და იდეაში ხა ეფექტები რო გაუთიშო, რაც მაგ დადებული არის, ძალიან მშრალი უბრალო hi-hat ნახე. ეს არის. მაგრამ რო ვაეფექტებ ძალიან მომწონს. ნუ დაბლები მაქვს ჩამოჭრილი EQ-ზე, ცოტა კომპრესორი მაქვს და ეს მე მგონი ეს არის equalization არის, equalizer-ი არის რაღაც შეიძლება. და empty clap.
reverb-ი არის აი ლეგენდარული ძალიან მიყვარს ძალიან OG reverb-ის preset-ი არის empty club და პრინციპში აი ეს ყველგან დაყვება რა მთელ კომპოზიციას თითქოს ძალიან შორს არის თავისთვის reverb-ის გამო აი ხა reverb-ი გამოურთო ეგრევე ძალიან წინ სახეში იჩდება და ეს უკან რო არის მომწონს რა გაიჩნდება რაიზერი და არ მახსოვს მე მგონი წინ სერიაში შიდა სამზარეულოს დონორზე რო ლაპარაკობდი იქაც ეს მაქვს გამოყენებული მე მგონი მუგი არის Mother 32 არის და სანამ გავყიდდი ეს სემპლი ჩავწერე და მე გამოვიყენე და ნუ როგორც წინაზეც გითხარი მე არ მიყვარს ეგეთი ძალიან კონვენციური რაიზერები ამიტომ რაღაც სულ ორიგინალურს ვეძებ ხოლმე და ნუ ესეთი რაიზერი არის ახლა გრუვი შემოვა დრამში პრინციპში ახლა პატარა rills ჩავსვამ რომ სადაც ჩანს როგორ მაქვს აწყობილი ეს კომპოზიცია და მე გავგრძელოთ ხო, ანუ ეს ცოცხლად მაქვს რაღაცები ჩაწერილი, ეს groove-იც ეგ არის რაც არის. ისევ ეს hi-hat-ები ფონად და სულ არის რა, და არა არც ისმის საერთოდ. და mix-ში ნახე ამდენ მნიშვნელოვანი არის ეს drive-ეთი. ეს ეგრევე სახეში იჩითება და არ მომწონდა ძალიან ეს უკან რო არის ფონად ძალიან მომწონს. და აქ არის კიდე ეგეთი ასევე გრანულატორი არის ესა. რაღაც ტექსტურები არის, რომელიც გავაკეთე. დონოშიც მაგ გამოყენებული და აქაც ორივე ტრეკში. და ეგეთი ფოლის საუნდი არის რა, რომელიც ძალიან მევასება. Okay, აქ drive-ეთი ალბათ drive-ეთი ადევს რომელიღაცა იმას აქვია. ესა ამას ალბათ ხო? ხო, აი drive-ეთი ადევს იმას rims. ხო რომელიც ავტომაციაზე არის ეს drive-ეთი და რაღაც მომენტში რომ მოემატეს ძალიან სირცული იყო და მაგდა ძალიან მომწონდა ეგ რა. აი რა ზოლაპარაკებ არის თუ გესმის აი ეს. და აქამდე იყო ძალიან სირცული იყო ნახე? აი. ეხლა ძალიან ჩორლებრივი არის. უბრალოდ ხო, ეს გიტარა არის, რომელიც for some reason ჩავწერე და დავტოვე, არ ვიცი საერთოდ რატო. და SM57 მაქვს ჩაწერილი და როგორც ხვდები, არ გამომერთავს მონიტორები და ამიტომ ტრეკის ისმის და რა ვიცი, დავტოვე. და რა მაქვს EQ80 კომპრესია decapitator, რომელიც სატურაცია არის, empty club და multiband. No, okay, whatever. ერთხელ არის ეს გიტარა სულ ჩამოყენებული. და პრინციპში მივდივართ კულმინაციასთან კომპოზიციის რა და ეგეთ build-ups აკეთებს, აი ეს hi-hat-ი, რომელიც სულ ესე ფონად დაყვებოდა, ეხა დაიწყებს ნელ-ნელა ესე რაიზერებით ამოსვლას ზევით და გაიგონებია. Smenera.
ოკეი. ანუ ეს hi-hat იყო, რომელიც ესე ნელ-ნელა ამოვიდა და ეს რაღაც tensions შექმნა, რომ რაღაცა იწყებოდა და ძალიან მომწყალს ეგეთი hi-hat. თან მთელი კომპოზიცია რომ მოყვება ჩუმად და უცებ ძალიან რომანტებოდა ხმა მომწონა. და ისე აი ეს ორი ხმაც ძალიან მომწონს რა, რომელიც არის თავის არაფერს არ წარმოადგენს, არის ეგეთი საუნდი, რომელიც ეს არის იდეაში საკერავი მანქანის ლუპი არის, რომელიც არის ეგეთი რაღაცა არის და მე მგონი ესეც რაღაც მასეთი ლუპი არის, რომელიც მე დავაეფექტე და ჩავსვი და ანუ ეხლა ამათ მოусმინოთ. და კომპოზიციაში ნახე როგორ შევსაკეთებს რა. ჩვენთვის ძალიან დამახასიათებელი ხმის რა. და იწყება ესე, ეს გამოგვრჩა მეორე პიანინო რო დაემატა, მაგრამ ნუ ოკეი, აქ დაემატა. ზუსტად იგივე საუნდი არის. და ეს ორი პიანინო არის, ერთი არის სულ ოდნავ მარცხნივ, მეორე სულ ოდნავ მარჯვნივ. და ეს თემას რაც უკრავს, აი ეს ოდნავ EQ მაქვს დადებული, კომპრესია მაქვს და რევერბი აქვს არხზე, რამდენი? 20% ხო? ოდნავ რაუმი არის, მაგარი. Native Instruments-ის რევერბი არის და რაღაც device-ი ვიყიდეთ Native Instruments-ის და მაგას მოყვა და ძალიან მომწონს. ხო, პრინციპში ეს დრამები, პიანინოები ეგ არის. და დრამებიც იწყებს უფრო გულობას, მაგრამ დრამებამდე არის აი ეს hi-hat-ები. Hi-hat კი არ არის, ეს არის იდეაში. აი ზუსტად ესე მაქვს ჩაწერილი. და მე დაეფექტებული და აი ორივე ეს არის რა. მე მგონი ზუსტად ერთი და იგივე არის, ერთი მარჯვნივ არის. სხვანაირად მაქვს დაეფექტებული და მე დაფრიზული და ამიტომაც ესე ჟღერს. მაგრამ იდეაში ერთი და იგივე არის მე მგონი. ტრანზიტებს რო უყურებ ზუსტად ერთი და იგივენაირია, ხო? და ეხლა აი ეფექტები რო გამოვურთო, ნახე როგორი არის სინამდვილეში რა. ეფექტები ჯერ და ეფექტის გარეშე. კატასტროფა. ცოტა EQ არის, კომპრესია აქვს, decapitator არის სატურატორი, როგორც გითხარი. და empty club-ის გარეშე აი ძალიან სახეში არის და არ მომწონს რა, ეს ცოტა უკან რო წევს მომწონს, ამიტომ მართლა ლეგენდარული ეს არის პრესეტი, ეს empty club-ი რა, ძალიან მევასება. ისევ ჩვენი ზმა hi-hat-ები. და ამჯერად უკვე, ნახე, ოკეი, აქ ხო იყო რევერბში. აქ უკვე აღარ არის რევერბში და ეგრევე არის. და რა არის? კომპრესორი, იგივე ეფექტები ზუსტად რაც იმას ედან, ზუსტად იგივე არის, ტრიოლები არის, და აქ. და პრინციპში მოდი გრუვს მოусმინოთ მთლიანს, იმიტომ რომ მაგარი გრუვი აქვს, ძალიან მევასება. ნუ ხო ეს ვითო და დაიწყო. იდეაში რასაც აქ სიცოცხლეს ქმნის, ჩემთვის ძალიან ცოცხალი გროვი არის რა. ჩემთვის მე ყველაზე ძლიერი ნაწილი მაქვს ეს რითმის წერა ძალიან კარგად გამოდის რა. იმიტომ რომ ძალიან რთული არის აბლტონში რითმის აწყობა. თითქმის ყველა მოსწავლეს არ ეს პრობლემა მაქვს და თითქმის ყველა მუსიკოსი, ვინც აბლტონში მუშაობს, ბევრი ყოველ შემთხვევაში მაგაზე რაღაცნაირად ჭივის რომ რითმს ვერ წერენ რა, ისე ცოცხალს და ორგანულს და ბუნებრივია, იმიტომ რომ არ არის ხა დრამი ცოცხალი ხო, რომ ეგ დინამიკა ქონდეს. ამიტომ რაღაც ხრიკებს ვიყენებ მე. ამაზე მე ცოტა უფრო ღრმად ჩავდრელავ სხვა ვიდეოებში, მაგრამ აი რასაც ვაკეთებ არის ლეიერინგი არის, რომ აი ერთი და იგივე ფუნქციის რაღაცებს, აი თქვა kicks რა, kiki არის ერთი და აქ არის მეორე kiki. ერთი და იგივე ფუნქციის რაღაცებს რამოდენიმე ხმით ვაკეთებ. მაგალითად kick-ები, რომელიც არის აი ერთი არის ესეთი punch-ი kick-ი და ერთი არის ეგეთი soft kick და jump-ში იძლევა ძალიან მაგარ რაღაცას რა, ნახე. სუნთქვაც აძლევს, იმიტომ რომ ეხა ეს kick-ები მე რო ჩამოვიტანო აქ, ნახე როგორ
ცუდი გრუვი იქნება. არა და ეხა აქ რო არის ნახე როგორ სუნთქავს რა დრამა. არც ალბათ ყულთასმენში თუ არის მეცადა რთული იქნება გაიგო იქ, მაგრამ ნუ ეგ არის. და დრაივეთები ამ ჩვენი იმის რა ქვია. ამის ჩართულ გამორთვის ავტომაციები არა, აბა რა არის? ნახეთ ერთ წუთი, მიქსის დრაივეთები იქნება აქ. ხო, აი ნახეთ დრაივეთი როგორი არის. ეგრევე მოწყვიტა თან და ეგეც ძალიან მომწონს მე რა ეგეთი დინამიური გრუვი რო აქვს რა. არა მარტო რიტმში, არამედ ეს ავტომაციებიც დაყვება ამ გრუვს. და ხო, ეხა იდეაში ეს ყველაფერი არის იმის დამსახურებელს ჰაი-ჰეტები უკრავს აქ. აი ჰაი-ჰეტების გარეშე როგორი იქნებოდა რა. გაიცა? ჰაი-ჰეტების გარეშე. და სიცოცხლეს აძლევს რა. და ეხლა მე ბასი გაიჩნდება კიდე. და ჩელოები ხო. ანუ ბასი არის იდეაში ეგეთი ბასის პარტია არის, რომელიც მე მგონი არის Fender jazz ბასით ჩაწერილი. ჩვეულებრივი ბასი არის იდეაში. მაგრამ მაზერატის ეს ეფექტი ცოტა სინთურს ხდის და მომწონს რა და ეს რა არის. GGB bass ეგეთი რა პრესეტი გამოყენებული. და არის მეორე ბასი, რომელიც არის მინილოგით ჩაწერილი. და არ ვიცი რატომ აქ მარჯვნივ გადაწეული ცოტა, მაგრამ ნუ იდეაში ორივე ბასი არის და ეს არის. და რა მინდებს აქ EQ8 სატურნი, არა ცუდი არის სატურნი. და ჩელოები არის, რომელიც არის უბრალოდ პრესეტი არის რა, პრესეტი მეთქი ლუპი. და მე დავჭერი რაღაც ისე რომ მელოდია ამეწყო რა. strings, რაღაც დავდევი ესე, round მიდევს ცოტა და in phase მიდევს, რომ სივრცეში უფრო დიდი ყოფილიყო რა. და ესენი კიდე სულ არის რა, ანუ ეს რაც მე ძალიან მევასება რა, არ ვიცი, ძალიან მომწონს ესენი. სულ რაღაც საინტერესო დინამიკას უქმნის. და ისევ ეს ჰაი-ჰეტები დაბრუნდება, ხა რომელიც ესე ფონად ცხოვრობს თავისთვის, ხა არ ვიცი თუ როგორ გესმის მიქსში, მაგრამ თავისი სულ ცხოვრობს და მთელი კომპოზიცია ხა რაც მოვა, არის რომ დრამები გადის დრაივეთი დრამებს ემატება. რევერბის დრაივეთი იმატებს, ნახე და ჩაიძირება და ჩაიკარგება საერთოდ. აი, ეხლა უკვე მოევატა. ანუ თითქოს პრეზენსი აკლდება ამ რევერბით, რომ დრაივეთი ემატება, მაგრამ თან სადღაცა არის და ეგ მომწონს რა. იდეაში ჩემი ჩანაფიქრი იყო, რომ რაღაც ძალიან აი დესტრუქციულ იმაში მინდა და გადამეყვანა ეს კულმინაციის მერე აი ძალიან ჩაჭერილი ქაოსი მინდა და მაგრამ არ გავაკეთე. შევინარჩუნე ბალანსი და ხნარად დავასწრებ რა, ან სხვანაირად დავასრულე რა. თორე იყო იდეა რომ აი რაღაც კატასტროფა მოხდარიყო ბოლოში. როგორც ხო და ეგ არის აუტრო, ზუსტად იგივე პრინციპში, როგორც ინტროში იყო.
Yeah, it is what it is რა. ეგ არის. მეტი აქ რაღაც განსაკუთრებული დეტალი არ არის, ну რაღაც კომპრესორები ისინი ყველგან არის. და მასტერზე გამურთული მქონდა ეხლა, მაგრამ ძალიან მარტივია. მიქსში უკვე იმდენად მევასებოდა ყველაფერი, მასტერინგზე არაფერი. მასზე რაც ის ვიყენებ სულ. გრაფიკულ EQ-ზე რა მაქვს გაკეთებული, რატომ აქვს 63 Hz მომატებული და 12000. არ ვიცი, no idea ეს რატომ აქვს გაკეთებული, მაგრამ ნუ აი ესეთი რაღაცა მაქვს გაკეთებული როგორც ჩანს. და ხო ლიმიტერი და ეს არაფერი, ეს არის რომ ჩავიწერო აუდიო Ableton-დან. და მოდი მაინც ვნახოთ მასტერინგთან ერთად, როგორი არის. ბევრად განსხვავებული იქნება რა თქმა უნდა, ახლა რომ ჩავერთო ტესტერი ცოტას დავუწევ და ჩავერთო და მოусმინეთ, მოდი აბა ჯერ მასტერინგის გარეშე. და მე ჩავერთოთ. ხო, ბევრად სუხად ხდება საუნდი და კომპიუტერსაც დედა ეტირა. ეგრევე გაჭედა კომპიუტერმა. კაი, არ ჩავერთო. იყოს ესე. მოკლედ. ხო, ეგ არის რა. ძალიან ესეთი არის რა ქვია. საინტერესო ჩემთვის ამ ფორმატის ვიდეოების გადაღება, შენს თუ გაქვს კომპოზიცია და Ableton-ში გაქვს პროექტი გინდა გაზიარება, გამოვშვი. გაგვიზიარე რა, რაღაც მომენტში მაგისთვის ვაკეთებ ამას, რომ ეს community ვინც ხა შემოიკრება ამ page-ზე, რაღაცნაირად დავკავშირდეთ ერთმანეთთან, ანუ რაღაც მე ამას იმიტომ არ ვიღებ, რომ მე რაღაც ეგოისტური სურვილები ავისრულო, უფრო community-ისთვის ვაკეთებ და იმ საზოგადოებისთვის, ვინც უყურებს ამ ვიდეოებს, აინტერესებს მუსიკა, music production-ი, ასე შემდეგ. და ხო, მოკლედ, მიხარია თუ აქამდე მოხვედი. კიდევ გთხოვ გამოიწერო ჩემი არხი, მნიშვნელოვანი არის ძალიან უკავშირი ჩემთვის. ყველანაირი კომენტარები ძალიან მაგარი არის და ვკითხულობ, ძალიან მახარებს. Like-იც, ნახვაც, გაზიარებაც, Instagram-ზეც ძალიან ბევრი მწერს და სულ ძალიან მიხარია. მოკლედ. Till next time, მადლობა.